როგორც იცით, ჩემ შოუში ძალიან ხშირად მოდიან ციხიდან ახლად გამოსული ადამიანები. ახლა გვეწევა ის მოქალაქე, ის ადამიანი, რომლის გამოც ასე მრავლად არის წინაცხენებული ადამიანები ჩემ შოუში. მას ჩასადამე უფლებადამცველი, პარლამენტის წევრი, ჩემი მეგობარი და უბრალოდ ძალიან კარგი ქალი, ქალბატონი ეკა ბესელია. თავდაპირველად მინდა გითხრა, რომ შესანიშნავად გამოიყურები. შესანიშნავად, ესე კრიმინალი იმატებს და ასაკი გაკალდება რა. არ გეთახმები პირველ ნაწილში, მეორე ნაწილში გეთახმები. არა, მე ესე ვგზნობ, ესე აღქვავდა. პირველ ნაწილში უნდა მეთახმები, მაგრამ მეორე ნაწილში ხომ მეთახმები. ანუ რამდენი წლის ხარ ახლა? რახან დაკლებული ასაკი მაინტერესებს რა. ოცნების ასაკის ვარ ახლა. 41 წლის ყოფილა. კარგი. ჩემო ეკა, უკვე 2 წელია რაც ხელისუფლებაში მოვედით, უბრალოდ მოხვედით. მოხვედით, ერთი წუთით. მე გავემიჯნე ამ პროცესებს და რას გვეტყვი ამ 2 წლის განმავლობაში რა ხდებოდა, რას მივახციეთ, როგორ არის საქმეები? კრიმინალი შემცირდა. ერთ-ერთი პარლამენტის წევრის ასაკიც შემცირდა. უკვე კარგია. მეტი ადამიანი გათავისუფლდა. ზოგიერთები დავიჭირე. არა ვართ პირველ ადგილას ციხეებში პატიმრების. ზოგიერთები დავიჭირე. ზოგიერთებმა ადგილები გააცვალეს. გააცვალეს, ხო? მეტი ადგილი გათავისუფლდა. იცი რომ ვაგზალზე მელია დაიჭირეს თუ დაგძელი. ეხლა თქო რომ ჩემი გამოშვებულია, არა ჩემი გამოშვებული. კაი, მე როგორც ადვოკატი ძალიან მომწონ ხარ. მომწონდი ეხაც ადვოკატი ვარ. ვიღაცის ადვოკატი ვარ, ვიღაცის პროკურორი ვარ. არის ვიღაცები გასაგები. პროკურორიც არ იქნებოდი ცუდი, მაგრამ ადვოკატი იყავი კარგი. და წარმომიდგენია რა არის შენი ადვოკატური წარმატების საიდუმლო. აი წარმოგიდგენთ პროცესი ძვირფასო ტელემაყურებლებო და მოსამართლე ხსნის პროცესს. რა უნდა თქვას? ხო, და ამ დროს ეკა ბესელია თავისი საფირმო ხმით. აი, ირბასო მეგობრებო. უდანაშაულო ამ ჯავდებული და მოსამართლე ამოდა, კაი, გაჩუმდი, ეკა მართალი ხარო, ხო, შენ გაჩუმდი და ეს წავიდეს აქედან. აი, სუტყვილად ამბობ მაგას რა შეხება. აი, ეს არის ლეგენდა ჩემ ხმასთან დაკავშირებით. ორი ქალია ესეთი, შენ და ინგა გრიგოლია, რომელზეც ეს ლეგენდები და ინგას ხმის შესაძლებლობებთან მე ვერ მივა. მაგრამ მე არა მაქვს ეგეთი ძლიერი ხმა. ეგეთი ძლიერი ხმა რომ მქონდეს, ამას პარლამენტში ერთს რომ დავსხებდი, ყველა გაიქცეოდა იქედან. არ არის ეგრე? არ არის ეგრე. აი, კაკო ბობოხიძე რომ გამოდის მაგალითად ტრიბუნაზე, ბოლო ხმაზე დაყვირის და სულ ვამბობ რომ მე მაგ სირინოზის ხმა. სირინოზის ხმა. მართლა? აი, სირინოზის ხმა რომ გაინტერესებდა ძვირფასო ტელემაყურებელს. აქვს ეკა მესელი. დათო, ყველაზე მაღალ ნოტს რომელს იღებ? ყველაზე ფორმაში რო ვიყავი დოძიესი. აქედან იწყებს ისე ეკა ლაპარაკს დოძიესი. შეքի იღებ, მაგრამ ეს აქედან იწყებს. რა არის რა იცი რა არის? მე მაქვს შენთვის ერთი სიურპრიზი. ხო, რაღაც ეს კონვერტი ცუდად მენიშნა და არ შეშფოთდე. ეს საერთოდ არ აღშფოთდე და არ შეშფოთდე. კი ბატონო. მე მოვედი შენთან ეხა ჩემი ერთი კონკრეტული უფლებამოსილების ფარგლებში. რა ხდება? მიჭერთ კიდე კაცო. თქვენც მიჭერთ მაგის დედავაკი. რა ვედურება არის ეხა? ანონის წინაშე ყველა თან. არ გვინდა ეხა ეკა არ გვინდა ერთი წუთი. მაგითი მიძოდი. აი. ესეთი განცხადება შემოვიდა ჩემს რა განცხადება? მამა წაიკითხე. ეხა უნდა წავიკითხო. შენ მე მეხება? შენ გეხება და ადამიანის უფლებებს ეხება. მიდი აბა. ჩემი ცოლი. ტელეკომპანია იმედის ეთერში უკვე მეორე სეზონია გადის გადაცემა შალვა რამიშვილის შოუ. კი ბატონო. ალბათ გადაცემის სახელწოდებიდანაც ხვდებით რომ წამყვანს შოუ თავისი საკუთრება გონია.
და ფიქრობს, რომ ამ შოუში ყველაფრის უფლება აქვს. ძალიან კარგი ანაზღაურების გამო თანამშრომლები უკვე დიდი ხანია ვიტანთ ჩვენი უფლებების ფეხქვეშ გათელვას. რა ხდება რა? მე როგორც გადაცემის რა ხდება რა არის? მე როგორც გადაცემის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელი გაიგებ ვარ წამების არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობის მსხვერპლი. რაში გამოიხატება რა უკვე? შოუს წამყვანი მაიძულებს ეგრეთ წოდებული ფანოღების სიმღერას რუსული ჩქარების დაკვრას და გამუდმებით მახსენებს ჩემს შალბნელ პოლიტიკურ წარსულს. თხოვთ განიხილოთ ჩემი განაცხადი და მოახდინოთ რეაგირება. ჩემი უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე გწერთ ფსევდონიმით. ეხლა უნდა ფსევდონიმით მაინტერესებს. პატივისცემით გელა გნოლიძე. ეს ვინ მომიყვანე, ჰა? გველი გამიზია, უბე შენი მოყვანილი კაცია, გელა რას მიშვები? რა არის, ეხა ეს სისულელია კაცო. ეს არის ადამიანის უფლებების ფეხქვეშ გათელვა. არა, ეს არის ტყუილი, ეს არის დათო ეხა ჩქარებს გაკრევინებ ეხლა. ჩქარებს, ნელებს გვაგვრივინებ. აბა, ფანოღებს თვითონაც უკრავს. უყვარს ფანოღები. ნუ კარგი რა ეხლა. რახან ასია? რახან ასე შემიტიეთ? არ შემილია ამ ერთ თემას, არ შემილია ერთ თემას არ შევეხო. ვეხები თემას. არა, აი თელი ქვეყანა რო ლაპარაკობდა ერთი კვირის მანძილზე, აი იმ თემას ვეხები. აი ხო თქვი? რა უბედურებაა ეს? ამხელა ქალი გამოდის ამხელა კავშირი, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან. ან ენა ისწავლე, ან გამოთქმა დაამხეცე, ან წიგში ჩაიხედე, ან ქართულად ილაპარაკე, რა უბედურებაა, ხო მეთახმები რა. ჩიორა რო გამოდიოდა ფრანგულად. აი ხა ჩიორას უფლებს უარყოფ. ამაზე ლაპარაკო, ჩიორა ფრანგულად არ გამოდიოდა. უფლებს უარყოფ შენ ხა. კარგი. ბოლოს მინდა ერთი რამ შემოგთავაზო, ჩემო ეკა, ჩემო ძვირფასო, თამაში. ფოფხაძე ხო არის შენი მოადგილე? კი, კედი. ეგ ხო იცით თამაშობდა? შტოგზე კაგდა რო იყო, ხო, რა სადრო. ეხა თამაშობს არაჩვეულებრივად ფინალში გავიდა. მართლა? იქ რა საკეთეს პარლამენტში თორე იქ გასაგები. კარგად თამაშობს იქაც? არაჩვეულებრივად. გონივრულად, ისე ჭკვიანურად, კარგი ტაქტიკური სვლებით, ესე რომ კარგი მოადგილე და მეგობარი მყავს. აი, ჩემი პოლიტიკური სიმპათიები როგორ დავძლიო თორე შეგეკითხებოდი ერთ-ორ შეკითხვას, მაგრამ არა. ეგ იყო იქნება მერე. ახლა გადავდივართ ამ თამაშზე. თამაშს ქვია რასად როდის და შენ დაგისვავენ სამ შეკითხვას. პირველი შეკითხვა არის ეგრეთ წოდებული შავი ყუთი სტუდიაში. მოგესალმებით ქალბატონო ეკა. ესელია. აი ხმა ვისა აქვს ჭახე. ყურადღება კითხვა. ეს არ სჭირდება მიხეილ სააკაშვილს, არც ღარიბაშვილს და არც გელა ჩარკვიანს. სამაგიერო დესკი სჭირდებათ თქვენ და დათო ფორჩხიძეს უცხოური სიმღერის დროს, რადევ შავყუთში. გამოვიცნო? რა თქმა უნდა. ლექსიკონი? და ეს ორი პასუხია. მეგრული ლექსიკონია. მეგრული არა, ხო ინგლისური ქართული, მაგრამ მეგრულსაც ვიშოვი. დიდი მადლობა ეს გადმოგებისთვის. მადლობა, შავ. ჩემო მეგობარო. მადლობა. გადავდივართ მეორე შეკითხვაზე. გთხოვთ მეორე შეკითხვა სიჩუმე დარბაზში. ყურადღება ქალბატონო ეკა. შეკითხვა გამოგიგზავნეს ნიუ-იორკიდან. მოგესალმებით. ჩემი შეკითხვა ასე ხდება. 2012 წლის შემოდგომაზე საქართველოში მოვიდა მთავრობა, რომელმაც შეაჩერა ქვეყნის წიშვა და აყადაღადა ფაქტიურად ჩამოართვა ხოლმე ყოფილ პრეზიდენტს. გადაუხვია დასავლურ კურსს. ქვეყანას კი კვლავინებულად მართავს. შეკითხვა დასვით, უკაცრავად შეკითხვა. ბატონო შეიძლება. როდის დაბრუნდება მთავრობაში ძველი ხელისუფლება? მეტი არ გეტკინა თქვენ არაფერი. და ეს ორი პასუხია. გავრცელებით ქალბატონო ეკა. ესელია, ნახმარებას არ ვიყოთ ბატონო შალვა. გამიშვილი. ბოლო შეკითხვა. ეს ადამიანი ებრძოდა სააკაშვილს. მისი დამარცხების შემდეგ გიორგი მარგველაშვილს მიეხმარა პრეზიდენტად არჩევაში.
შემდეგ წავიდა პოლიტიკიდან და ახლა გადაცემას აკეთებს. დაასახლეთ ეს პიროვნება. აი, ვიცი. აი, უჭკვიანესი, უკარგესი. არაჩვეულებრივი, ძალიან საინტერესო. და ეს არის ჩემი მეგობარი შალვა რამიშვილი. და ეს ორი პასუხია, თქვენ გაიმართეთ და თქვენ გამოგეცემათ ბრონის კოღო როგორც ნამდვილ ფოთელს. დიდი მადლობა. ასეთი იყო ეკა ბესელია, ჩვენი ეკა ბესელია. დიდი მადლობა რომ მოხვედი, ეს ლექსიკონი შენია. გავაცილოთ ჩვენი ეკა.